რატო და როგორ ვყიდულობ ვერცხლს? მეგობრებო, ამ ვიდეოში განვიხილავთ თუ რატო და როგორ ვაკეთებ ვერცხლში ინვესტიციას და ამ ვიდეოშივე განახებთ თუ როგორ ვყიდულობ იმ $100 ვერცხლს, რომელიც განკუთვნილი არის ვერცხლში საინვესტიციო. ვინც არის და პირველად უყურებს ამ ვიდეოს, ეს არის იმ ვიდეოს გაგრძელება, სადაც $5,000-დან უნდა გავაკეთოთ $100,000 ვიდეცია სტრატეგიით. ვერცხლში გამოვიყენებთ უბრალოდ დეცია სტრატეგიას, ვიდეცია სტრატეგიას ვიყენებთ ბიტკოინში და ეთერიუმში, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ market outperforming-ი ვქნათ და ბაზარს ვაჯობოთ, ანუ იმას, ვინც უბრალოდ დეციას აკეთებს, ვაჯობოთ. და ვიდეცია სტრატეგიით სამჯერ მეტ მოგებას აკეთებ, ხშირ შემთხვევაში უფრო მეც ვიდრე ჩვეულებრივი დეცია, ამიტომ ბიტკოინს და ეთერიუმზე ვაკეთებთ ვიდეცია სტრატეგიას, ვერცხლზე ვაკეთებთ უბრალოდ დეცია სტრატეგიას, მაგრამ თუ ვერცხლმა გააკეთეთ იტის ზრდა, ძალიან საინტერესოდ გამოიყურება ახლა მაკროეკონომიკურადაც და გეოპოლიტიკურადაც ვერცხლზე ჩემი აზრით, ანუ ეს ყველაფერი ვერცხლზე ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს, ამიტომ თუ ვერცხლმა ძალიან აიწერა, რა თქმა უნდა ვერცხლსაც გავყიდი, რათა ჩემი ესე თქვა დი-რისკი ვქნა ჩემი საფულესი, მაგრამ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა განახებთ ლაივში, არაფერს არ გავაკეთებ იმის გარეშე თქვენ არ გაგიზიაროთ, ასე რომ თუ გაინტერესებთ და გინდათ რომ ეს ყველაფერი ნახოთ, რა თქმა უნდა გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო. სანამ გადავართ, რატო ვყიდულობ ვერცხლს, სანამ გადავართ როგორ ვიყიდი ვერცხლს, სად და როგორ შეგიძლიათ თქვენს გააკეთოთ ვერცხლში ინვესტიცია, რატო ვაკეთებ მე თვითონ ვერცხლში ინვესტიციას? ძალიან ბევრი მიზეზები არის თუ რატო ვაკეთებ ვერცხლში ინვესტიციას. პირველ რიგში, იმიტომ რომ ვერცხლი გამოიყენება ესე ვთქვათ მედიცინაშიც, ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. ეხლაც მაგალითად, ჩემი ვერცხლი რა ვიღე, ჭუჭყიანია, გაჭუჭყიანდა, არ ვიცი დაინახავთ თუ არა. აი აქ მაღლა არის ჭუჭყიანი, შავი არის. და რატომ არის ეს? ანუ მითხრეს კიდევაც, მაგრამ არ მჯეროდა რომ ანუ ესე ამხელა ის იქნებოდა. მე რა ვქენი უბრალოდ ავიღე თითები, ანუ ესე დავიჭრე, არც მოვეფერე, არც თითი უძლე არაფერი და ჩავდე ესეთ კაფსულებში. და მე მითხრეს რომ ანუ თითი არ მოკიდო, იმიტომ რომ ანტიბაქტერიული თვისება აქვს და ეგრევე გადადის და ანუ მოქმედებს რა, მე უნდა მოგიწევს გასუფთავება. ანუ მე მომიწევს ხოლმე ამის გასუფთავება. და მე მეგონა რომ დიდი გავლენა არ ექნებოდა რა, ფელჩატკები გაიკეთე, უმეტეს არ გავიკეთე და შედეგიც გვაქვს. მაგრამ ეგ არაფერი. ვერცხლი მაინც ვერცხლი. ანუ ეს პირველი, მას აქვს ანტიბაქტერიული რაღაც თვისებები, ის მედიცინაში გამოიყენება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ გვჭირდება. ჩვენს სხეულში არის ვერცხლი. ეგ ერთი. მეორე. ვერცხლიც ლიმიტირებული არის ის როგორც ოქრო, რა თქმა უნდა, ვერცხლი და იმდენი ოქრო არ არსებობს, რამდენი ვერცხლიც, ანუ ვერცხლი უფრო მეტია ვიდრე ოქრო, მაგრამ ვერცხლიც ლიმიტირებული არის, ანუ ვერ შექმნი, ეს არის ბუნებრივი რესურსი, ბუნება გვაძლევს და ამას ვერ შექმნი შენ და ასე ვთქვათ, ვერ დააკოპირებ. კიდე ძალიან ბევრი თვისებები არის, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მე მაინტერესებს და დიდ იმედებს რაც მაძლევს არის ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც ტექნოლოგია არის ყველაფერი, სადაც მაგალითად AI მოდის, რობოტები მოდის, ელექტრონული მანქანები მოდის, მე სადაც ვცხოვრობ, სულ მზის პანელები არის აქ, ყველას მზის პანელები აქ გადავდივართ. მზის ენერგიაზე ვიყენებთ ძალიან ბევრ ელექტრონულ ხელსაწყოებს და ამავე და გესვათ ამ ყველა ელექტრონულ პროდუქტებში იყენებენ ვერცხლს, ანუ ვერცხლი არის საჭირო, მეტუმეტეს ჩიპებში, ანუ ყველა ჩიპებში იყენებენ ვერცხლს და ვერცხლი არის ასე ვთქვათ ელექტროენერგიის საუკეთესო გამტარებელი. შეგიძლიათ ეს ყველანაირი ინფორმაცია გადაამოწმოთ და ნუ მაგალითად iPhone-ებშიც ვერცხლი იყენება, ყველაფერში რასადაც კი ელექტრონიკას ხედავთ, ყველაფერში იყენება ვერცხლი, ზოგან დიდი ნაწილი, ზოგან პატარა ნაწილი. ჩვეულებრივ ელექტრონულ მანქანაში მაგალითად 2.5 ჯერ მეტი ვერცხლი იყენება, ვიდრე ბენზინის მანქანაში. ახლა კიდე რა ხდება, სულ ელექტრონული მანქანები შემოდის, ხო? ბუნებრივია რომ ვერცხლზე მოთხოვნა იზრდება, მიწოდება იგივე რჩება. რა რეზერვებიც იყო ბანკებში, ის რეზერვები ვარდება უკვე, ანუ ძალიან ცოტა რეზერვები აქვთ და ესე ვთქვათ, მიწოდება იგივეც აღარ რჩება, იგივეც რომ რჩებოდეს, ნახეთ რა ხდება, ხარჯები იზრდება, მიწოდების ხარჯები იზრდება. და ამიტომ ჩემი აზრით ეს ყველაფერი ერთად ძალიან იმოქმედებს ვერცხლის ფასზე, ძალიან სასწაული ზრდა ექნება ამას. ეხლა იმყოფება all time highs ტესტავს, ესე ვთქვათ.
ამ ყველაფერს ჩარტებზეც ვნახავთ და თუ გაარღვიათ, ჩემი აზრით გვექნება ძალიან დიდი ზრდა, მაგრამ ვერც ინვესტიციას ვაკეთებ, ესე ვთქვათ, long term-ზე, ხვალ ზეგ და მაზეგ მე ვერც არ გავყიდი, ეს არის მართლა long term ინვესტიცია, ეს არის ნამდვილი ინვესტიცია, რომ ესე ვთქვათ, 3-4-5 წლის მერე, ესე ვთქვათ, ყოველთვიურად რო გააკეთებ მოგება, ძალიან დიდი მოგება ნახო. ვერცხლი საშუალოდ გვაძლევს წლიურად 8-დან 10%-ს, რაც რა თქმა უნდა იდეალურია. საშუალოდ, ანუ შეიძლება ერთი წელი -8% ქონდეს და მეორე წელი +30% და მესამე მეოთხე წელიც 10, 5, 7% პლუსი და ანუ საშუალოდ გამოვიდეს 10% წლიურად. ამიტომ არ უნდა ვალოდოთ, რომ გაორმაგდება, გასამაგდება და ასე შემდეგ. მაგრამ მე ძალიან მიჯერა, რომ ვერცხლი გათმაგდება და ამას არ ვამბობ ჰაერზე. ვერცხლი და ოქროს ფასის შედარება იყო 1.8-ზე, 1.9-ზე, მაქსიმუმ 1.10-ზე, ანუ 1 კილო ვერცხლი ღირდა $100 სიტყვაზე, ოქრო ღირდა $1000 1 კილო. მაგრამ ეხლა პირიქით, ეხლა ვერცხლი თუ 100, ოქრო თუ 100.000 ღირს, ვერცხლი ღირს $1000, ანუ 100 ჯერ მეტი არის, 10 ჯერ მეტის მაგივრად არის 100 ჯერ მეტი. ანუ ისე იგივე ნიშნავს, რომ დაუბრუნდეს ვერცხლი და ოქროს სხვაობა, 10x-ი როგორც ვერცხლი და ოქროს სხვაობა, მაგ შემთხვევაში ვერც ან ოქრო უნდა დავარდეს ძალიან, გაუფასურდეს, ან ვერცხლმა უნდა მოიმატოს. ოქროს გაუფასურება, ესე ვთქვათ, ისე რომ $10,000 გახდეს მე რაღაც ძალიან მეიჭვება, მაგრამ ვერცხლის ზრდა ძალიან ლოგიკური არის იმ ყველაფრის ფონზე, რაც ჩამოვთვალე. კიდე გეტყვი ძალიან საინტერესო რაღაცას. ETF-ებს რო ყიდან, ყველა მის რო ყიდიან ოქროს და ვერცხლის ETF-ებს. პირველი სხვადასხვა ფურცელზე გაყიდული ოქრო იყო. კეიზარის დროს მე მგონი თუ არ ვცდები, ბანკი რო შექმნა და მაგ დროს დიდი კრიზისი მოხდა და დიდი ესე ვთქვათ, ეკონომიკაში ძალიან დიდი პრობლემები იყო, იმიტომ რომ ვინც ოქრო მოითხოვა, ანუ ოქროს ყიდნენ ფურცელზე. და ვინც მე ოქრო მოითხოვა, არ ქონათ იმდენი ოქრო, რამდენიც ფურცელზე ეწერათ და რა თქმა უნდა დიდი კრიზისი მოხდა. და იგივე ხდება ახლა ETF-ებზე. თუ მაგალითად ბანკს ან რაიმე ესე ვთქვათ, ფონდებს და ასე შემდეგ აქვთ 1 კილო ფიზიკური ვერცხლის საცავებში, ისინი ყიდიან ფურცელზე 400 კილოს. წარმოიდგინეთ რამხელა განსხვავებაა. ეს ყველა მითის უკვე ერთადერთი რაც უნდა მოხდეს ამისთვის არის, რომ ნამდვილად შემოწმება მივიდეს და ყველაფერი გადამოწმოს. იმედია ტრამპის დროს ეს ყველაფერი მოხდება, იმიტომ რომ ოქროზეც უკვე ლაპარაკი არის, რომ ნამდვილად შემოწმოთ თუ არა, რამდენი ოქრო არის საცავებში, იმიტომ რომ რასაც ფურცელზე ყიდიან, იმდენი ოქრო არ აქვს საცავებში. ხო, ეს ლოგიკური არის. და ვერცხლზეც ხდება იგივე, მაგრამ ვერცხლზე არის ძალიან საშინელება 1.400-ზე. ანუ ყველა ვერცხლი რომ მოითხოვს და პანიკა რომ მოხდეს ბაზარზე, მოთხოვნა ძალიან ეწევს, იმიტომ რომ ყველას მე თუ მაქვს ფურცელზე 5000-ის ვერცხლი მაგალითად და მივიდივარ ბანკში და მომნები, რა მაგ მომენტს ახლა ვერცხლი და ვერ მომცემენ, რა თქმა უნდა მოთხოვნა გაიზრდება და ფასიც საშინლად გაიზრდება, ხო? 400%-ით გაიზრდება თუ არა, არ ვიცი, 4x არის 400, ეგრევე შეიძლება უბრალოდ 10x გახდეს 20x, ну არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ერთადერთი რაც ვიცი არის ის, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ინვესტიცია, იმიტომ რომ გამოიყენება ინდუსტრიაში, გამოიყენება მედიკამენტებში, გამოიყენება საინვესტიციო, ანუ ყველაფერში გამოიყენება, გვჭირდება ჩვენ ეს მეტალი ვიყენებთ ყველაფერს და არის, ანუ მიუწვდომელი არის, ვერ შექმნი ვერანაირად. ასე რომ ჩემთვის არის ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიცია და რატომ ვერცხლი და არა ოქრო. ოქრო ყველა ვიცით რომ all-time high-ზე და $100,000 ღირს, all-time high-ზე რა თქმა უნდა არ ყიდულობ შენ რამეს. ახლა ვერცხლიც all-time high-ს ესე ვთქვათ ტესტავს, მაგრამ მას არ გაუკეთებია იმ ხელა ზრდები, რაც ოქრომ გააკეთა, ის ჩამორჩა უკან, მაგრამ რო დაეწვეს ოქროს და პროცენტულობით იგივე ზრდები რო გააკეთოს, რა თქმა უნდა, ვერცხლზე უფრო დიდი პოტენციალი არის, უფრო კარგი მოგების დასაფიქსირებლად. და მე ყოველთვის ამბობ, რომ ვერცხლი არის პოტენციალი ფული რო გააკეთო, ჩვენ ვეძებთ ბაზარზე რენდამენტს, ჩვენ გვინდა ფულის გაკეთება და ოქრო არის უფრო სტაბილურობა, რომ შენ საფულეში იყოს სტაბილურობა. ეხლა მაგალითად 10 მილიონის კაპიტალი თუ გაქვს და 10 მილიონი ბიტკოინში გედო, ძალიან ცუდად გაქვს ეხლა საქმე. ან ალტკოინებში არ აქვს მნიშვნელობა, ან თუნდაც აქციები ავიღოთ, ძალიან ცუდად გაქვს საქმე, იმიტომ ყველაფერი ვარდება. მაგრამ თუ შენ გქონდა დივერსიფიცირებული პორტფოლიო საფულე და 10, 15, 20% ოქროში გქონდა, ხო?
შენი საფული არ მიიღები და იმხელა დარტყმას, ანუ თუ 10 მილიონი გქონდა და მარტო აქციებს და კრიპტო შეიძლება დღეს გქონდა 6 მილიონი, ანუ 40%-იანი გაუფასურება გქონდა. და 10-დან 20%-მდე ოქროში თუ იქნებოდი, შეიძლება 9 მილიონი გქონოდა ისევ 10 მილიონი, ან პირიქით პლუსში ყოფილიყავი, გაჩნდა სად გექნებოდა ოქრო ნაყიდი, ხო? ანუ შენ გექნებოდა სტაბილურობა შენ საფულეში. მაგრამ ჩვენ ახლა სტაბილურობას არ ვეძებთ, იმიტომ რომ ყოველთვის ანუ ნახეთ ხლა რა ხდება, როცა ვიღაცა ამბობს, რომ ბიტკოინზე ან ბიტკოინ მაქსისტებზე მეცინება ხოლმე რა, რომ ხშირად ამბობენ ხოლმე, შენი კაპიტალი დაიცვა. თუ არაფერი გაქვს დასაცავად, რა უნდა დაიცვა? $500, $1000, ნახე, $1000-ზე ინფლაცია, ჩემთვის სიმართლე გითხრათ, არაფერი არ არის. ეხლა $1000 რომ მქონდა შეგროვებული და ვიცოდე რომ მომავალ წელს 2% გაუფასურდება, არ მაინტერესებს, სიმართლეს გეტყვით, არ მაინტერესებს, მაგრამ მილიონი რომ მქონდეს და რო ვიცი რომ 2% გაუფასურდება მომავალ წელს, მე უკვე, რა თქმა უნდა, ვიფიქრებდი ჩემი კაპიტალის დაცვაზე, ხო? ანუ უნდა იცოდე, რამდენი გაქვს ფული, რას ეძებ ბაზარზე. ბიტკოინ მაქსისტები რო ეძებენ, რომ ანუ ინფლაციას ვებრძოლო ის ანუ კი მესმის, მაგრამ რა გაქვს იმისთვის, რომ ინფლაციას ებრძოლო, ხომ? და როცა ესე ლაპარაკობ, თუ მართლა ინფლაციასთან გინდა ბრძოლა, ესე იგი, ბევრი ფული გაქვს და თუ ბევრი ფული გაქვს, ინფლაციას არ შეებრძოლები ბიტკოინით. უფრო ესე ვთქვათ, დივერსიფიცირებული საფულე უნდა გქონდეს, ხო? ამიტომ ეს ერთმანეთი ლოგიკაში არ ჩდება და თქვენ თვითონ უნდა აწონ-დაწონოთ რა გინდათ და რა გინდათ. მე ყოველთვის ვამბობ, არასდროს არ შემოწმენია და არასდროს არავინ არ მომიტყუებია. მე ვამბობ, რატომაც ვარ ამ ბაზარზე, კრიპტო ბაზარზე, მაგალითად, მე არ ვარ კრიპტო ბოი, კრიპტო გაი, კრიპტო იუთუბერი, არ ვარ. მე კრიპტო იუთუბერი დამიძახონ, ძალიან არ მომეწონება, იმიტომ რომ არ ვარ მე კრიპტო იუთუბერი. მე ვარ ინვესტორი, მე ვარ ის, ვინც ბაზარზე ეძებს პოტენციალს და ბაზარზე უნდა ფულის გაკეთება. მე ამ ბაზარზე იქამდე ვიქნებ, სანამ ბიტკოინი არსებობს, მაგალითად, ბიტკოინზე, კრიპტოზე თუ საუბრობთ, სანამ მე შემეძლება აქ რენდამენტის გაკეთება და ფულის გაკეთება, ვიქნები ამ ბაზარზე. მაგრამ თუ ყველაფერი წავიდა, შემოტრიალდა და ცუდად წავიდა, რა თქმა უნდა, მე არ დავჭ, ანუ ჩემი ფული არ იქნება ამ ყველაფერზე დამოკიდებული და არც ვიტირებ და ანუ საერთოდ არ დამაინტერესებს გადავალ სხვა ბაზარზე, იმიტომ რომ რასაც კრიპტოზე ვაკეთებ, იგივე შემიძლია გავაკეთო სხვა რაღაცებზე. უბრალოდ კრიპტოზე ახლა არის ძალიან დიდი რენდამენტის გაკეთების საშუალება, იმიტომ რომ არის ძალიან ვოლატილური ბაზარი და მე ზუსტად ვეძებ პოტენციალს. მე მჭირდება პოტენციალი. რომ უფრო მეტი ფული გავაკეთო, ვიდრე მაგალითად ბირჟებზე. ბირჟებზე რა თქმა უნდა, კარგი ფულის გაკეთება შეგიძლია, მაგრამ პროცენტულობით და ვოლატილურობით ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ხო? ამიტომ ეს დაიმახსოვრეთ ჩემგან და იცოდეთ, რომ ანუ ყოველთვის ვამბობ, რომ მე აქ ვარ რენდამენტისთვის, ვერცხლზეც, მაგრამ მაგალითად ძალიან მიყვარს ვერცხლი, ყოველთვის ვერცხლზე ვლაპარაკობ, ვერცხლი ყიდულობ დააშენე. მაგრამ თუ ხვალდაზე დამტკიცდა, რომ ვერცხლის შექმნა შეიძლება, ისეთ მეტალის შექმნა შეუძლიათ, რომელიც ვერცხლს ჩაანაცვლებს, მე გავყიდით ჩემ ვერცხლს და არ ვარ ამ ვერცხლზე დაქორწინებული, ხო? ნუ ესე პატარა, ესე ვთქვათ, შესავალი რატო ვერცხლი, რისთვის ვერცხლი და არა ოქრო, ოქროც რა 10 მილიონი რომ მქონდეს დღეს კაპიტალი, აუცილებლად ვიყიდიდი, ანუ 10 მილიონს არც დაველოდებოდი. რამოდენიმე მილიონი რომ მქონდეს, ან უკვე კიდაც 300-400 მქონდეს, ან მილიონი მქონდეს, აუცილებლად ვიყიდიდი რაღაცა ნაწილს ოქროსაც, იმიტომ რომ აუცილებელი არის ოქრო საფულეში. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის გაყიდვა შეგეძლება და მისი გაქიშება შეგეძლება და რაც არ უნდა მოხდეს, ფული ყოველთვის გექნება, ხო? ამიტომ ოქროს ვიყიდდი იმ შემთხვევაში, თუ მექნებოდა ძალიან დიდი კაპიტალი და მოვძებნიდი, ესე ვთქვათ, ჩემ საფულეში სტაბილურობას. მაგრამ ახლა მე ვეძებ პოტენციალს და პოტენციალი არის ეს, პოტენციალი არის ბიტკოინი, პოტენციალი არის კრიპტო, პოტენციალი არის აქციები და ასე შემდეგ, მაგრამ გაჩნია ამ ყველაფერსაც რა საკეთებ, ხო? შენ უნდა შეხედო შენ ბიუჯეტს. ეხლა რა ფორმით შეგიძლიათ ვერცხლის ყიდვა? პირველი არის ეს ფორმა, ანუ ფიზიკურად ვიყიდოთ ვერცხლი. შეგიძლიათ ვერცხლი ყიდოთ ბანკებში, ანუ ძალიან ბევრ ადგილას შეგიძლიათ იყიდოთ. მე ყოველთვის ვყიდლობ საინვესტიციო მონეტებს, საინვესტიციო მონეტები განსხვავდება, ესე ვთქვათ, საკოლექციო მონეტებისთვის, იმიტომ რომ საკოლექციოებში უფრო მეცი ხდი, ვიდრე ნამდვილი ვერცხლის ფასი. ანუ სპოტ ორდერზე, სპორტ ფასზე უფრო მეცი ხდი. რა თქმა უნდა, ამაზე პრემიებსაც ვიხდი, ზედმეტად გადასხადს, იმიტომ რომ ეს უნდა, ესე ვთქვათ, მოჭრა, გადმონ მაშინ ამაზე რა თქმა უნდა ფულს ვიხდი. ფულში დევს ეს ხარჯებიც და მაგრამ შენ თუ ყიდულობ საკოლექციოს უფრო მეცი. და გადაყიდვა თუ გინდა, უკვე აღარავინ იყურებს ხოლმე შენ კოლექციას. ახლა მაგალითად საქართველოში გრუპებში ვზივარ, მაინტერესებდა ამების ფასები და ანუ
ასეთი საინვესტიციო მონეტები არავის არ აქვს მართლა რომ გითხრათ და საქართველოს ბანკებიდან აქვს ზოგს ნაყიდი, ან დავით აღმაშენებელის, თამარ მეფეს, წმინდა გიორგის და ასე შემდეგ მონეტები რა, გამოსახული ვერცხლის მონეტები. და ისინი გრამებში ამაზე პატარა არის, ამაზე ცოტა არის ვერცხლის, მაგრამ 3-4 მაგი ამის ფასიათებს. და მე გარმინდა, მე მინდა საინვესტიციო, მე არის სადაც არ უნდა მივიდე, ყველგან იყიდე ან იგივე ფასში. რაც ღირს, ანუ არ დამიკლე, არაფერს არ დააკრებენ. მე იმ ფასში გავყიდე, რა ფასშიც იქნება ბაზარს, ხო? პირველი არის ეს, შეგიძლია იყიდოთ ამით, მაგრამ ანუ 100 კილოს და 10 კილოს სახში ვერ დადებ, ხო? შეიძლება მაგალითად 1-2 კილო გქონდეს, ან 20-30 ცალი ესეთი. მაგრამ ანუ რაც უფრო მეტი გექნება სახში, მით უფრო არის ასიამოვნო, ხო? უნდა გქონდეს დივერსიფიკაცია. რა არის მეორე, ანუ პირველი არის ეს ფიზიკური, განახებთ მე სატყიდულობ ფიზიკურს, თუ ევროპაში ცხოვრობთ, ბელგიასთან ახლოს, ყველაზე იაფი, ესე ვთქვათ, ბანკი ვნახე, ბანკისავით, ბანკი ქვია, მაგრამ ბანკი არ არის, სადაც შეგიძლია იყიდო ვერცხლი. ყველაზე იაფია, მაგრამ რა თქმა უნდა იყიდო მინიმუმ 25 ცალი. ეს არის ერთ-ერთი ესე ვთქვათ, ნეგატიურს ვერ ვიტყოდი, უარყოფითი მხარე, რომ ერთ ცალს თუ იყიდი, უფრო ძვირი. ერთი ცალი რო ვიყიდო, ახლა მაგალითად შეიძლება ყიდოს $35, 35 ევრო ვთქვათ, მაგრამ 25 ცალს თუ იყიდი იქიდან საიდანაც მე ვყიდულობ, 35 ევროს მაგივრად ერთი ცალი გამოგივა 32-31 ევრო. და პროცენტულობაში რო გადაიანგაშო, ძალიან დიდი განსხვავება არის. ამიტომ უნდა დაფიქრდე რის იყიდვაგინან და რის როგორ იყიდო არ გინდა. მე რა თქმა უნდა განახებთ ახლა იმ საიტსაც და ადგილსაც, სადაც შეგიძლია იყიდოთ, თუ ევროპაში ცხოვრობთ, გამოგზავნა შეგიძლიათ, ანუ უბრალოდ ონლაინ იყიდოთ და გამოგიგზავნიან დაზღვეულად, ან უბრალოდ მიხვიდეთ ადგილზე და ადგილზევე იყიდოთ. მე არ გამომიწერი, ადგილზე მივიდიოდი სულ. სასიამოვნო კაცი არის ის და ანუ ლაპარაკით შეგიძლია მასთან რჩევები მიიღო და ასე შემდეგ. ასე რომ თქვენ თვითონ გადაწყვეტ განახებთ მე საიტზე სატყიდულობ და ასე შემდეგ. შემდეგი არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, საქართველოში სამწუხაროდ ვერ რეგისტრირდებიან. ცადეთ, მაგრამ ჯერ საქართველოში არ არის შემოსული ეს კომპანია, მაგრამ ინტერესი თუ იყო ვიცნობ მე მან მომუშავე ხალხს და აუცილებლად დავეკონტაქტები, რომ გავიგო შესაძლებელი არის თუ არა საქართველოს ბაზარზე შემოსვლა ქართველი ინვესტორებისთვის. და რა არის ეს საიტი? ანუ ETF-ების ძალიან დიდი მოწინააღმდეგე ვარ, არ მინდა მე მქონდეს ვერცხლის და ოქროს ETF-ი, მე მინდა რომ ვერცხლი მქონდეს, ანუ ჩემ სახელზე იყოს, ჩემი იყოს, ან უნდა მქონდეს ფიზიკურად, ან სადმე უნდა იდოს და ოფიციალურად იყოს ჩემ სახელზე და იდოს, ანუ დამტკიცებული იყოს ყველაფერი, ხო, მაგრამ ETF-ებზე ესე არ არის. ETF-ებზე როგორც თქვი, 1 კილო ვერცხლი თუ უდევთ რეზერვებში 400 კილოს ყიდიან. ანუ ძალიან დიდი ინფლაციას ქმნიან ამით, ხო? ეს ჩემთვის ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ვერცხლის ფასი, ანუ თუ ეს ყველაფერი გასკდა, ძალიან დიდ ფულს გავაკეთებ მარტო ვერცხლით. მაგრამ ნახე რა ისო პოდკასტებში ვნახე, ეს უკვე დიდი ხნის წინ იყო, დიდი ხნის წინ უწოდი ამ საიტის შესახებ. ეს საიტი არის ჰოლანდიური და მსოფლიოში ერთადერთი, რომელიც ონლაინ ყიდის ვერცხლს, რომელიც არის შენ სახელზე. მე ყოველდღიურად მომდის იმ ბარის კოდი, რომელ ბარის რაღაცა ნაწილს აცვლიობ, მაგალითად თუ არის 1 კილოვანი ვერცხლის ბარი, დავყიდულობ $50. ვფლობ იმ ბარის რაღაცა ნაწილს და ყოველ დღე, ანუ ეს ბარი ახლდება სხვა ბარის კოდს მაძლევენ, რომ შენ ახარ ოფიციალური მფლობელი ამ ბარის და ეს ბარი რო გამოვითხოვ, ჩვეულებრივად მომივა სახში. ან შემიძლია თუ არ მინდა რომ ანუ სულ მიცვალონ ბარები, ბარები არის ლოდები, ვინც არ იცის, ანუ 1 კილოვანი ლოდი, შემიძლია დავარეზერვო ჩემი ლოდი, 1 კილოვანი ლოდი და უბრალოდ ჩემ სახელზე იქნება და სეიფში იქნება შენახული. საინტერესო არის ის, რომ ანუ ვერცხლზე ჩვენ ვიცით, რომ იხდი DGG-ს. რატო იხდი DGG-ს? იმიტომ რომ ვერცხლი არის ინდუსტრიული პროდუქტი და როცა შენ ყიდულობ ვერცხლს, ესეთ მონეტებში არ იხდი DGG-ს, მაგრამ ეხლა უნდა შემოტანა DGG-ი. მაგრამ DGG-ს მაგურად აქ იხდი პრემიებს, ასე რომ დიდი განსხვავება მაინც არ არის. მაგრამ 1 კილოვან ლოდში DGG-ს იხდი, იმიტომ რომ 1 კილოვან ლოდს და უფრო მეტს ხედავენ როგორც ინდუსტრიულ პროდუქტს, რომ შენ ამუშავებ და იყენებ რაიმეში. და ამიტომ იხდი DGG-ს, 21% DGG-ს ევროპაში. მაგრამ თუ შენ იყიდე ვერცხლი ამ საიტიდან და შენ ესე ვთქვათ დადე ანუ თქვი რომ შემინახეთ, შენახვის ადგილი შეიძლება 3 ადგილას, გერმანიაში, ჰოლანდიაში და შვეიცარიაში, მე ვინახავ შვეიცარიაში, იმიტომ რომ შვეიცარიაში და
გერმანიაში თუ ინახავ 51% DGG-ს არ იხდი, ჰოლანდიაში გიწევს 51%-ის DGG-ს გადახდას. ანუ თუ ყიდულობ 1000 ევროში, 1000 ევროს ვერს 21% ზევდა უნდა დაამატო რა. მაგრამ თუ ესე ვთქვათ ინახავ შვეიცარიაში ან გერმანიაში 21%-ს არ იხდი. მე ამ კომპანიასთან არანაირი თანამშრომლობა არ მაქვს, თუ მექნებოდა აუცილებლად გეტყოდით. ამიტომ ამ საიტზე თუ გადახვალთ თქვენს აუცილებლად ყველაფერს განვიხილავთ. თან ვიყიდით ვერცხლსაც, მაგრამ თუ თქვენს დააპირეთ სხვადასხვა ევროპის ქვეყნიდან, ამერიკიდან და ამ შემდეგ ამ პროდუქტის ყიდვა, ამ საიტიდან ვერცხლის, ოქროს, პლატინას ყიდვა, ანუ ვერცხლის, ოქროს და პლატინას ყიდვა შეგიძლია, აუცილებლად გადახედეთ თქვენ თვითონაც მათ ყველა საბუთებს, ყველანაირი ინფორმაციას, ყველანაირი პროცენტულობას და ამ შემდეგ და ხოლმე მაშინ გააკეთეთ, ესე ვთქვათ, ინვესტიცია და მარტო მე უნდა თქვენ თვითონაც უნდა გააკეთოთ, უნდა იყოთ პასუხისმგებლობა და თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ ამ ყველაფერზე რისერჩი. უბრალოდ მე ამ ყველაფერს განახებთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ვერცხლზე. ყველა მეუბნებოდა თუ როგორ ყიდულობ, სად ყიდულობ, რანაირად ყიდულობ, რატო ყიდულობ, როგორ ყიდულობ, რანოს ყიდულობ და ასე შემდეგ. ამიტომ განახებთ მე ამ ყველაფერს, მაგრამ თქვენ თვითონ უნდა გადახედოთ რა გაწყობთ, რა არ გაწყობთ და ასე შემდეგ. გადავიდეთ ახლა საიტებზე, მეგობრებო, სანამ ჩატებს განვიხილავდით. ეს არის ის Goud Bank Antwerpen-ი ქვია, ანუ ოქროს ბანკი ანტვერპენი. და როგორც ხედავთ, ეს მაგალითად 776 ევრო ვერს ახლა 25 ცალი 1 აუნსიანი, 1 აუნსი არის, ანუ ვერცხლი და ოქრო იზომება აუნსებში, 1 აუნსი არის 31.1 გრამი. ანუ ყიდულობ 25 ცალ 31.1 გრამს და ეხდი 776 ევროს. ახლა ერთეულებში არ ვიცი რამდენი გამოდის, მაგრამ ცალ-ცალკე რო იყიდო სხვა ადგილიდან მოგიწევს შეიძლება 5-10%-ით მეტის გადახდა, ან შეიძლება უფრო მეტის კიდე. გაჩნია საიდან იყო. უნდა დაგვაწყოს, რომ ეს 1 კილო არ არის, შენ უბრალოდ ამ ფასში იღებ 25 ცალ ესეთ მონეტას და გრამებში გამოდის 777.6 გრამი. მაგრამ სუფთა ვერცხლი არის. შეგიძლია სხვანაირი, ბევრნაირი იყიდო. აი აქ წერია ესე ვთქვათ, მისამართი, რომლამდე აღია და ასე შემდეგ. თუ ოქროს ყიდვა გინდათ, ოქროს ყიდვაც შეიძლება, რა თქმა უნდა, ფიზიკურად არის ეს ყველაფერი, ანუ 1 კილოვანი ისიც შეიძლება სხვათა შორის. Monster box-ებით შეგიძლიათ იყიდოთ და 1 კილოვანი ამებზე DGG-ს არ იხდი, იმიტომ რომ ეს ლოდი არ არის, ეს 1 კილოვანი მონეტა არის და უბრალოდ პრემია არის, შეგნით ჩაფასოვებული, ანუ პრემიის ფასიც ამ ფასში არის. რაც შეეხება ოქროს ყიდვა თუ მოგინდათ, გირჩევდით რომ იყიდოთ 10 გრამზე მეტიანი. იმიტომ რომ 10 გრამზე ნაკლებს თუ ყიდულობთ, იხდით ძალიან დიდ პრემიას. და გეტყვით ახლა რა არის პრემია? პრემია არის გადასახადი. ნახოთ ახლა ოქროზე, ახლავე განახებთ, რას გულისხმობ. აი აქ, ნახეთ. ანუ გრამებში რო ავიღოთ, ნახეთ 2.5 ეს არის 2.5 გრამიანი. 2.5 გრამ ვერცხლს თუ ყიდულობთ, ნახე, პრემიას იხდით 27%, ანუ spot ფასზე იხდით კიდე დამატებით 27%, იმიტომ რომ ნახეთ, 1 კილოვანი ბარი რო გადაადნოდა 2.5 გრამიანი ბარები გააკეთონ პატარები. რა თქმა უნდა, უფრო დიდი რესურსი არის საჭირო, უფრო დიდი ხანი მუშაობა, შემდგარ და ამიტომ 27%-ს გახდევინებენ ზედმეტს, რაც რა თქმა უნდა არ არის საინტერესო, ხო, იმიტომ რომ ოქრო თუ იყიდე 27%-ით ძვირად, წარმოიდგინე რამდენი ხანი უნდა ელოდო, რომ შენ მოგება დააფიქსირო, ხო? მაგრამ აი აქ ხედავთ, რომ აი 5 გრამზეც 16 არის, 10 გრამზე 18 და 10 გრამზე მეც რომ ყიდულობთ, აი უკვე კი, 5 გრამი, ანუ 5 გრამზე მეც რო ყიდულობთ, ანუ 10 გრამიდან, იმიტომ ვთქვი, რომ მინიმუმ 10 გრამიდან იყიდეთ მეთქი, უკვე იხდით 3-4 ნაკლებ გადასახადს, ანუ გადასახადი 4 ნაკლებია. აქ თუ იხდით 27%-ს, აქ იხდით 7%-ს. ანუ 3 და რაღაცა გამოდის, თითქმის კი, რაღაც 1% და 4-ჯერ მეტი გადასახადი გამოგივა. ანუ 10 გრამიანს რომ ვფლობ, 4-ჯერ ნაკლებ გადასახადს იხდი, ვიდრე პატარა გრამიანს და ამაზე გამახვილებთ ხოლმე ყურადღება. და რაც უფრო მაღლადი ხარ, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებ პრემიას იხდი. ნახოთ ახლა კილოა, აი კილოზე მაგალითად იხდით 1.2% გადასახადს პრემიას, იმიტომ რომ 1 კილოვანს დაგადაადნობენ და მორჩა. მაგრამ ეს 1 კილოვანი თუ დაყეს პატარა გრამებად, რა თქმა უნდა, უფრო მეტ გადასახადს
ხდი, ამიტომ ამას გამოვხილეთ ყურადღება, თუ ოქროს ყიდვა გინდათ და ფიზიკური ოქროს ყიდვა გინდათ. ეხლა კიდე გადავედეთ ჩემ საიტზე, ჩემ საიტი არის, რა თქმა უნდა, ჰოლანდიური საიტია, goldrepublic.nl. ანუ აქ შეგიძლია იყიდო, გამომაგდო. აქ შეგიძლია იყიდო ოქრო, ვერცხლი და პლატინა. შევიდეთ. ოპა. ახლა იმენიც მომივა, იმიტომ დაცულია ყველანაირად. Instagram-ზეც მედო რო აქ $50 გქონდა ნაყიდი. გასატესტად. და აი მაგალითად ხედავთ რომ ჩემი ვერცხლი შვეიცარიაში არის. ძალიან დაცულ ადგილას არის, ვერავინ ვერ შეაღწევს და ასე შემდეგ. ეს არის ჩემი ყიდვის თარიღი, რამდენი გრამი ვიყიდე, რა ვიყიდე ვერცხლი შვეიცარიაში არის და ეს არის ესე ვთქვათ ინვოისი, რომ რამდენი ვიყიდე, სად ვიყიდე და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება ჩემ ბარს, რო გადავიდეთ ჩემ აკაუნტზე, ჩემი ბარი მაინტერესებს. ხო, კიდე რა უნდა მეთქვა, მაგ გადასახადებზე მე გადავალთ. აი მაგალითად აქ შემიძლია ჩემი ლოდი დავარეზერვო და უბრალოდ ჩემ სახელზე იქნება სულისვად და აღარასდროს ანუ აღარ შეიცვლება. და აი აქ ნახეთ, ეს არის ანუ 4 აპრილს დღესდღეობით, ანუ ეს ყოველთვის იცვლება ხოლმე, მაგრამ შეგიძლია დაარეზერვო, რომ სულ შენ იყოს რომელიღაცა ბარი, ანუ შენთვის გადაადნობენ სპეციალურად სხვა ბარს. ანუ ეხლა დღესდღეობით ლოდი, ანუ 1 კილოვანი ვერცხლის ლოდი აი ამ ნომრით, ეს არის დანომრილი და მე მაქვს ოფიციალური, ესე ვთქვათ, უფლება, რომ ეს ლოდი მოვითხოვ. და ეს არის ჩემს სახელზე, ანუ ეს არ არის ETF-ი, ანუ როგორც ETF-ებს ყიდიან, ეს ამას ესე არ ყიდიან. შენ მე ახლა დავდებ თუ არა ორდერს, ვიყიდით თუ არა, ისინი გააგზავნიან ორდერს შვეიცარიაში გადაადნობენ ვერცხლს, დააწერენ კოდს, ესეთი კოდი და იქნება ჩემს სახელზე. მე ვიღებ რა თქმა უნდა ოფიციალურ საბუთას და შემიძლია ეს ყოველთვის ესე ვთქვათ, მოვითხოვო, სახში შემიძლია მოვითხოვო, ანუ თუ ვიტყვი რომ გამომიგზავნიან, უბრალოდ 21%-ის გადახდა მოგიწევს, როგორც დღეკი რაც გითხარით წინაზე. მაგრამ თუ შენ ამას ინახავ შვეიცარიაში, თუ აირჩევ რომ შვეიცარიაში ან გერმანიაში შეგინახავ, 51%-ს არიხდი და ამიტომ არის ეს ყველაფერი ძალიან კარგი. ხედავთ რომ 50.305 გრამი მაქვს, ანუ ამ ლოდის ამ 1 კილოვან 1000 გრამიან ლოდის ამ ნომრით, ანუ ამ ლოდიდან ვფლობ 5%, 50 გრამი. სამაგარი. ჩემს სახელზეა ეს ყველაფერი. შემიძლია აქ ვნახო მთლიან ამ საცავში, რამდენი ვერცხლი აქვთ, რამდენი ოქრო აქვთ, რა ნომრებით არის, ვის რამდენი გრამი აქვს, ამ სახელებს რა თქმა უნდა ვერ ხედავ, მაგრამ მას შემიძლია დავინახო რამდენი კილოები და ასე შემდეგ აქვთ ოქრო, ვერცხლი და პლატინა. ძალიან საინტერესო არის, ძალიან მაგარი არის, ძალიან გამიხარდა რომ ესეთი რაღაც არსებობს და მსოფლიოში არის ერთ-ერთი, ანუ ერთ-ერთი კი არა, ერთადერთი. ბევრ ენაზე, ანუ ინგლისურად, ესპანურად და გერმანულად შეგიძლიათ ნახოთ ეს ყველაფერი. აქ შეგიძლიათ გადახედოთ, რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ, შენ რო იწერ ორდერს როდებ რა ხდება, როგორ ადნობენ, როგორ შემოაქვთ საცავებში, როგორ იცავენ და ასე შემდეგ. ყველაფერი წერია აქ. რატომ არის საინტერესო მე ოქროში და ვერცხლში ინვესტიცია და ასე შემდეგ. ყველაფერი ძალიან კარგად წერია, შეგიძლიათ გადახედოთ და ესე ვთქვათ, გაიცნოთ. მაგრამ აქ ვიყიდით ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ ოქროს ვერცხლსაც. შეგიძლია ფულის ესე ვთქვათ, ის გააკეთოთ დანაზოგი, ან ყოველთვიურ ავტომატურად ჩამოგეჭრათ ფული 50 евро, ასე რომ თქვენ თვითონ აირჩევთ, არ აქვს მნიშვნელობა და გადასახადები იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე ჩვეულებრივად ყიდულობთ. ეხლა მაგალითად, ფასები ვნახოთ, ტარიფები ამათი. ყიდვის და გაყიდვის დროს იხდი 1%-ს, არ აქვს მნიშვნელობა, სად შეინახავ შენ ვერცხლს. იმ შემთხვევაში თუ შენ დაზოგავ, ანუ ყოველთვიურად თუ ავტომატურად ჩართავ, რომ ყოველთვე $100 ან $55 ან $10 იყიდო, მაგ შემთხვევაში გადასახადები გექნება 5% და ესე ვთქვათ, იმ რო გინახავენ ამ ვერცხლს იხდი წლიურად 1%-ს, რაც იდეალურია.
წლიურად 1% მართლა ძალიან კარგი არის და ამ წლიურად ანუ ანგარიშობენ და ყოველთვე გაჭრით. მე აქაც ხედავთ რომ ხარჯები არის წლიური. ნახოთ აქ რა ხდება. აი რეზერვაცია თუ გინდა გააკეთო ლოდის, უბრალოდ დამატებით ამ თანხას იხდი. ეს ოქროში არის, ვერცხლში მე მგონი შვეიცარიაში იხდი. შვეიცარიაში მაგალითად ეხლა 1 კილოანი, 1 კილოს ხო ვიყიდეთ, ანუ 1000 გრამს ვიყიდეთ, $1000, 1000 ევროთი მე მგონი 1000 გრამი მოგივა, ნახოთ ფასები. და შემიძლია ეგრევე გადავიხადო 45 евро და დავარეზერვო ჩემთვის ბარი, ახალს დაადნობენ და შეინახავენ და აღარასდროს აღარ შემეცვლება, ანუ ყოველ დღე რო გეუბნებით, ყოველ დღე მომდის სხვა ლოდის ნომერი, სადაც რაღაცა პატარა ნაწილს ვფლობ, შემიძლია მე 1 კილოვანი გავაკეთებინო და უბრალოდ სულ ჩემი იყოს და ვეღარავინ ვეღარ შეეხოს და აღარავის აღარ ქონდეს უფლება, რომ მისი პატარა ნაწილი იყიდოს, იმიტომ რომ მე ახლა 50 ევროიანი ინვესტიცია რომ აქვს, შეიძლება ჩემს გარდა კიდე 10-20 ინვესტორი იყოს, რომელმაც 50 ევროიანი ინვესტიცია გააკეთა და ჩვენ ის 20 კაცი ვფლობთ იმ ერთ ლოტს. და შემიძლია უბრალოდ დავარიზებო. შეგიძლიათ თქვენ თვითონ გაესმოთ ყველაფერი, შეგიძლიათ გადაიყვანოთ ინგლისურზე, ესპანურზე, გერმანულზე, როგორც კი თქვენ გიდათ და გაეცნოთ ყველაფერს. ძალიან საინტერესო არის, მაგრამ ახლა მოდი ვიყიდოთ ჩვენი ვერცხლი. ვერცხლის ფასი კილო 867 евро. DGG-ის გარშე, ანუ DGG-ის არის. და მოდი ახლა ვიყიდოთ. ყიდვა, ვერცხლის ყიდვა. და დავიწყოთ აქ ვერცხლის ყიდვა. ხედავთ რომ აქ გვაქვს 1000 евро, ამ წუთას ჩავრიცხე. ეს არის გადასახადები, ყოველთვის ხედავთ რომ ამის გადასახადი, რამდენს ვიხდი. ორთეში ერთხელ. ახლა ვხედავთ რომ აქვს 50 გრამი, 50.65 გრამი ვერცხლი უკვე ნაყიდი და ზურიჩში ინახავენ, ანუ შვეიცარიაში. და ის 50 გრამი ახლა არის 53 евро. შემიძლია ეს ვნახოთ ჩემი რენდამენტი, რამდენი მაქვს გაკეთებული, რო ვიყიდე, გადავიხადე 47 евро და მქონდა ერთ პერიოდში კარგი მოგება 51 ევროიანი და ახლა ყველაფერი დავარდა, ანუ ვერცხლი დავარდა, რაც იდეალური არის. ყველა კიდე განვიხილავთ ჩარტებზე, აქ რო ვიყიდით, რომ ვერცხლი დავარდა და ეს ჩემთვის შანსი არის პირიქით გამიხარდა, რომ ვერცხლი დავარდა და წინა კვირას მინდა სხვათა შორის ყიდვა და ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ გამიხარდა რომ არ გავაკეთე, იმიტომ რომ ვერცხლი კარგად დავარდა. მოდი ახლა ვიყიდოთ ვერცხლი. ავიდეთ, რა თქმა უნდა, აქაც შეგიძლია ორდერების დადება. ვერცხლი, როცა ანუ შეგიძლია ეგრევე იყიდო, აქ შეგიძლია ალარმები დააყენო, რომ ანუ ფასი რომ მივა აქამდე მოგივიდეს notification-ი, ანუ ესენიც აქვთ ჩაშენებული, რაც ძალიან კარგი არის. მაგრამ ახლა გვინდა პირდაპირ ვერცხლის ყიდვა. და როგორ ვიყიდოთ ვერცხლი? და როგორ ვიყიდოთ? მე მგონი გამოგოგდო. shot. ოკეი, გადმოვიდით. ანუ ყიდვაზე, ყიდვა, რის ყიდვა გვინდა ვერცხლის და სად გვინდა რომ ვერცხლი შევინახოთ. ზურიჩში, ფრანკფურტში თუ ამსტერდამში. ამსტერდამში რა თქმა უნდა 21%-ს გადაგახტევინებენ, აი, აქცია რომ 8-ს გადაგახტევინებენ, ანუ DGG-ს. იმიტომ ფრანკფურტში და ზურიჩში არ გვახტეინება, შეგიძლია ფრანკფურტში დადო, შეგიძლია ზურიჩში, ანუ შეინახო შენი ვერცხლი. ჩვენ გვინდა ზურიჩში, შეგიძლია ლიმიტ ორდერი დადო, რამდენ ევროთ გინდა, მაგრამ მე პირდაპირ ვიყიდი. და შეგიძლია იყიდო თანხით, ან შეგიძლია თქვა რომ 1 კილოს ყიდვა მინდა. მაგრამ ჩვენ გვაქვს 1000 евро, ამიტომ 1000 ევროთი ვიყიდით. აქ დავაწეროთ რამდენი евро გვინდა, 990-ით ვიყიდოთ. ან 95-ით. უნდა თქვნათ, რაღაც ხარჯები თუ წაიღო, და ანუ კოდი არანაირი არა გვაქვს.
მის კოდი არის ეს, თუ გაქვს რაიმე ფასდაკლების კოდი ან რამე, შეგიძლიათ ჩაწეროთ. გადავდივართ მეორეზე. აქ ხედავთ, რომ ყიდულობთ, რას ყიდულობთ? ვერცხლს და ზურიჩში, ანუ შვეიცარიაში დაიდება. სავარაუდო წონა იქნება 1,88 გრამი, ანუ 1 კილო და 90 გრამი თითქმის. ყიდულობთ ფასად 891 ევროთ, 891 ევრო არის კილო. პირდაპირ ყიდულობთ ლიმიტ ორდერის გარეშე. ანუ ორდერი იქნება იქამდე, სანამდე მე არ დავაკენსელებ და გადასახადი გვაქვს ამდენი. $20 2% ვიხდით მე მგონი. არც ეს 1% უნდა გადავეხადო და $10 გამოგდის. ნახოთ შემდეგ რა იქნება. ანუ 1% იხდი, როცა ყიდულობ წესით და შემდეგ 1% იხდი ხოლმე წლիვრად. ასე რომ მე მგონი მარტო, ანუ ეს არ უნდა იყოს და მარტო ეს უნდა იყოს გადასახადი. ასე რომ ჩემი ორდერი უკვე გაიშვა. ხედავთ რომ აქ ფული აღარ მაქვს და ორდერი მაქვს დადებული. ეს არის უკვე ტრანსპორტში. ანუ უკვე შეკვეთილი მაქვს. ხვალ მომივა სავარაუდოდ იმეილი, ან დღეს ინსტაგრამზე დავდებ, რომ ასე ვთქვათ, აი უკვე ის არის, შეგვიძლია ვნახოთ, მაინტერესებს. მგონი უკვე ვიდეთ. კი ბატონო, ოფიციალური 970 გადავიხადეთ და ანუ ორჯერ 990 გადავიხადეთ. 2% გამოვიდა გადასახადებში. და 990 დაგვიჭდა სუმთლიანად და სუფთა ვერცხლი ვიყიდეთ 970 ევროსი. ყოველ თვე დავამატებთ აქ 150 ევროს და ყოველ თვე, ესე ვთქვათ, განახებთ ხოლმე updates თუ რას გააკეთებს ჩვენი ვერცხლი. რა თქმა უნდა, ყველაფერს ხედავ, ჩემს იმას, ჩემ მონაცემებს, ჩემ სახელზე რვა და ასე შემდეგ, ასე რომ მე ვარ ახლა ამ ლოდის ოფიციალური მფლობელი. გადავიდეთ ახლა ვერცხლზე და ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება ვერცხლის ფასი. კვირებზე არის ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, ჩარტი. გქონდა აქ დროპი, ანუ ძალიან დიდი კორექცია. 53%-იანი და მე გქონდა აკუმულაცია. აქ ნახეთ ახლა რა ხდება, შევიდა რომ უყუროთ, თან კვირაზე არის იმხელა ინფორმაცია გვაქვს, რომ კვირაზე შეგვიძლია გავაკეთოთ ანალიზი higher low, higher low, higher low და მერე ვაკეთეთ, ჩამოვდივართ downtrend-ში, გვაქვს აქ range-ი, ეს არის იდეალური, ესე ვთქვათ, ფასის განვითარება. ესეთი ფასის განვითარება არის მართლა ძალიან იდეალური. Bitcoin-ზეც ვნახეთ ეს წინას და ესეთი ფასის განვითარება არის ყოველთვის იდეალური. და ახლა გავაგრძელოთ, ესე ვთქვათ, uptrend-ი, higher low, higher low, higher low. და ახლა ჩვენ გვინდა გავაკეთოთ კიდე higher high, ანუ გავარღვიოთ ეს higher high, გავარღვიოთ all time high და გადასვლაზე წავიდეთ მაღლა. ეს რაც შეეხება მოლოდინებს, ეს რა თქმა უნდა ერთ-ერთ დღეში არ მოხდება, მაგრამ ახლა ლოკალურად შევხედოთ, ლოკალურად ძალიან კარგად გამოიყურება სხვათა შორის. აქაც მქონდა მინაყიდი, ზუსტად აქ ვიყიდე, დაყენებული მქონდა ორდერი და რომ მივიღე notification-ი იმ ბანკში წავედი, ფიზიკურად ვიყიდე ეს ვერცხლი. და ინსტაგრამზე მქონდა დადებული ეგ ყველაფერიც, ასე რომ ამ დროს მქონდა ზუსტად ნაყიდი, რაღაც პატარა ნაწილი და ანუ მაგ ნაწილში უკვე მოგებაში ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა 85%-იან მოგებაში ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა 958 დღე 3 წელი დაჭირდა ამ ყველაფერს, მაგრამ 3 წელში ამდენი პროცენტი რა თქმა უნდა იდეალური არის. ლოკალურად ახლა რა ხდება, ლოკალურად გვაქვს პატარა კორექცია, ტრამპის გულიზე ეს ყველაფერი 16%-იანი თითქმის, რაც იდეალური, ანუ იდეალური მომენტია საყრდენ. ამის ჩარტებს დიდად რომ გითხრათ, არ უყურებ ხოლმე და ყოველ დღე არ ვიჩდები ამის ჩარტებზე, რაიმე ვერცხლმა რა ქნა და ასე შემდეგ. მთავარი არის, რომ ჩვენ გვქონდა აქ range-ი, რომელიც ჩამოვარღვიეთ ქვემოთ, შევედით მე ისევ ამ range-ში, აი ეს range-ი და ყოველთვის ამბობ range-ი როცა შეხვალ შიგნით,
ხედავთ, რომ აქ გატესტა, წამოვიდა ქვემოთ, არ იყო ძლიერი. მაგრამ აქ გაძლიერდა, უფრო ძლიერი იყო, ესე ვთქვათ, მომენტუმი, შევარღვიეთ ეს რეინჯი და ვამბობ ყოველთვის რეინჯს რო არ ვარ, ყოველთვის გატესტავ რეინჯის მაგალთა მხარეს. და ეს რეინჯის მაგალთა მხარე გავტესტეთ. და ეხლა არის საინტერესო რა მოხდება. გავარღვევთ ამას და მერე იქნება მართლა ძალიან დიდი ბუმი. მერე ნახავთ ვერცხლი გაიზარდა 15%, 20%, 30, 40, 50, თან როგორც ეხლა ოქროზე ხედავთ, რომ ყოველთვის იზრდება და ახალ all-time high-ებს დევს, იგივეს ნახავთ ხოლმე ვერცხლზე. თუ ვერცხლმა ვერ გაარღვია ეს ლეველი და ჩამოვიდა ქვემოთ, ეს ადგილი გვაქვს გასატესტი და შეიძლება აქედან სადოს მაღლა სვლა, ან კიდე აი ეს, მაგრამ ეს უკვე რა თქმა უნდა პოზიტიური აღარ იქნება, მაგრამ ჩემთვის ეს არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს, იმიტომ რომ რაც უფრო ქვემოთ ჩამოვა ვერცხლი, ჩემთვის იმით უკეთესი, იმიტომ რომ მე მინდა რაც შეიძლება უფრო მეტი ვერცხლი შევაგროვო, რომ ანუ წლების მერე ამ ყველაფერს გქონდეს ძალიან დიდი მუხტი, როცა ვერცხლი, ანუ ვერცხლის კრიზისი დაიწყება მართლა, ის ჩიპების კრიზისი დაიწყება და ანუ ვერცხლის ფასი ძალიან რო წავა მაღლა, მინდა რომ ზუსტად მაგ დროს გქონდეს მე ძალიან ბევრი ვერცხლი, რომ ძალიან დიდი სარგებელი ვნახო. ესეც ესე მეგობრებო, ეს არის ის $1000, რომელიც განკუთვნილი იყო ვერცხლისთვის, გავაკეთეთ ვერცხლში ინვესტიცია, ყოველ თვე 150 ევროს გავამატებთ და რა თქმა უნდა, ყოველ თვე გავაკეთებ ხოლმე updates თუ რას აკეთებს ჩვენი საფულეები. თუ მოგეწონათ ვიდეო მეგობრებო, აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერთ არხი.